მოგესალმებით, ეთერშია გურის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. ქართული ოცნება ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება. ერთ-ერთი ცვლილებით კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად მოქალაქეების საქართველოს პარლამენტის არჩევნებისაც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ. კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. ამავე დროს ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, განაცხადა პაპუაშვილმა. კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელზეც მინდა ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას, ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო და საცხოვრობს აქვს სრული პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლება. ამავე დროს ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ ინფორმირებულ არჩევას. ქართულმა ოცნებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც მისივე თქმით კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოს წლებია მუშაობს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის ტერმინის თუნდაც ძირები გამოყენება იმთავითვე იყო კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების ღალატი. არავითარი სამხრეთ ოსეთი ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს. შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ. აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს და დღეს დევნილობაში არიან. ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება. 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება. მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ამის შესახებაც ისაუბრა. მისივე თქმით 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიც. გარდა ამისა 2026 წლის 1 იანვრიდან უქმდება ბიზნეს ომბუდსმენის აპარატიც, რომლის ფუნქციებიც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა. ამ მხრივ ანტიკორუფციული ბიუროს დღეს არსებითად დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. ინიციატივის შესაბამისად 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. შემდეგი საკითხი იგივე მოდელით ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რომელიც 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება. მისი ფუნქციები ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. როგორც დამოუკიდებელი ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით,
რაც სრულ თანხმედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ამ ბლოკის მესამე ინიციატივა ეხება ბიზნეს ომბუდსმენს, რომელიც ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში 2026 წლის 1 იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს. უწყებათა შორისი სამეთაურო საშტაბო სწავლების დიდგორი 2025-ის აღსრულება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების ფარგლებში დაგეგმილი საველე კომპონენტები ტაქტიკურ დონეზე ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწასა და კოორდინაციას ითვალისწინებს. ამ მიზნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სიმულაციური სცენარის მიხედვით ხანძარზე რეაგირების და რეიდის ერთობლივი ოპერაციები განხორციელდა. სწავლებაში კოორდინირებულად და სინქრონიზებულად მოქმედებდნენ სახელმწიფო უწყებები. თავდაცვის მოხალისის წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საპატრულო პოლიცია, ასევე და სცენარით გათვალისწინებულ შემდეგ მოქმედებებს ახორციელებდნენ. მიმდინარეობს სამეთაურო საშტაბო სწავლება დიდგორი 2025-ის აღსრულების პროცესი, რომლის მიზანს წარმოადგენს უწყებრივ და ეროვნულ დონეზე მართვისა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა. სწავლება მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით და მიზიდულია როგორც საშტაბო, ასევე საველე კომპონენტები. საველე კომპონენტებში ჩართულია, რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები, ასევე სხვადასხვა უწყებები, ხორციელდება ერთობლივი მოქმედებები. ფორმირებული გენერალური შტაბი ახორციელებს სწავლების სცენარით გათვალისწინებული სხვადასხვა ჰიბრიდული მოქმედებებზე რეაგირების აღსრულების კონტროლს და ასევე აქვს შესაძლებლობა უწყვეტ რეჟიმში ფლობდეს ოპერატიულ სურათს. სწავლების პერიოდში განხორციელდა კრიზის რეაგირება, ხაზის რეაგირება, რომელშიც ჩართული იყო ეროვნული გვარდიის რეზერვისტები, ასევე ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოხდა ხაზის ლოკალიზება, აგრეთვე განხორციელდა რეიდი. ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებული ინტეგრირებული აქტივობა ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას ქალაქის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. ნომერ 2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ნატალია რამიშვილის ინიციატივით ქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით გლობალიზაციის თემას საინტერესო აქტივობა მიეძღვნა. პირველი, მეორე და მეოთხე საჯარო სკოლის გუნდებმა საპრეზენტაციო თემად გლობალიზაციის კუთხით სხვადასხვა მიმართულებები აირჩიეს. გლობალური კომპანიები, Google, ხელოვნური ინტელექტი, ინტერნეტი, TikTok-ი. ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელზედაც მოზარდებმა საინტერესოდ ისაუბრეს. გაამახვილეს ყურადღება გლობალიზაციის მნიშვნელობასა და თანამედროვე ყოფიერებაში მის აქტუალურობაზე. დღევანდელი აქტივობა კაპიტნების შეჯიბრს, ასევე ჟიურის მიერ დასმულ კითხვაზე. მათ არ ხვედრის ბოლოს გამოვლინდა საუკეთესო პრეზენტაცია და საუკეთესო ქვეყნის და კლასების შრომა, ჩვენ გავეცანით რა როგორ არის კავშირში გლობალიზაციასთან და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ასეთი პროექტები ძალიან კარგია კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ასევე შესაძლებლობებში გასარკვევად და ასე შემდეგ. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ასე ვთქვათ, გაგვეკეთებინა პროექტი გლობალიზაციასთან დაკავშირებით. ვაჩვენეთ ხალხს და ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ჩვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენ აქ ვართ პრეზენტაცია გავაკეთოთ გლობალიზაციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის, რადგან ყველა ქვეყანას და ყველა ადამიანს ეს გვაკავშირებს ერთმანეთთან. ჩვენ ჩემს გუნდს დღეს აქვს მომზადებული პრეზენტაცია ინტერნეტზე. ინტერნეტი არ არის მხოლოდ სოციალური ქსელი, ბევრი ინფორმაციას გვაძლევს ინტერნეტი და გვეხმარება ყველაფერში. ამ პროექტმა ჩვენ ძალიან დაგვაახლოვა და ბევრი ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა, როგორც ადამიანები დაგვაახლოვა ერთმანეთთან. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ
შეხვედრაში უვითარდებათ ძალიან ბევრი მაღალი სააზროვნო უნარი. რასაც ქვია კომუნიკაცია, ინფორმაციის მოძიება, თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როგორც მუსკატაში გამართულ კონფერენციაზე შეთანხმდა მონაწილეები, რომ გლობალიზაცია ეს არ არის სტატუსი. ეს არის მიკუთვნებულობის გრძნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანი თავს გლობალურ მოქალაქედ გრძნობს, მას პირველ რიგში მოეთხოვება ქვეყნის სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, ტოლერანტობა, სხვა მრავალფეროვანი კულტურების აღიარება. და ვცდილობთ ამ ყველაფერს ფეხი აუწყოთ და ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამის გამოძახილი იყოს. ახლახან ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ მერცხალის ისტორიასთან დაკავშირებით საინტერესო და ინფორმაციული წიგნი გამოვიდა. წიგნის 3 ავტორი ჰყავს: ალექსანდრე ქურდობაძემ, ხარიტონ ჩხატარაშვილმა და ნუგზარ ასათიანმა საკმაოდ დიდი შრომა გასწიეს და საბოლოოდ ოზურგეთს და სპორტის მოყვარულებს ძალიან საინტერესო წიგნი აჩუქეს. მერცხალი ისევ მოიყვანს გაზაფხულს, ასე ქვია წიგნს, რომელმაც დღის სინათლე უკვე იხილა და რომელიც ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ მერცხალის 100 წლიან ისტორიას ასახავს. წიგნის ავტორები ხარიტონ ჩხატარაშვილი, ნუგზარ ასათიანი და ალექსანდრე ქურდობაძე არიან. ხარიტონ ჩხატარაშვილს კლუბთან ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს. ის თამაშობდა მერცხალში, ასევე წვრთნიდა გუნდს და საკუთარი ცხოვრების 40 წელი სწორედ ოზურგეთის მერცხალთან ერთად გამოიარა. მისი თქმით, კლუბთან დაკავშირებული ძველი მასალები და ინფორმაციები თანდათან დავიწყებას ეცემოდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა 3 ავტორმა მერცხალის ისტორიისთვის სისტემატიზირებული, ვიზუალური სახე მიეცათ და შთამომავლობისთვის შემოენახათ. ხარიტონ ჩხატარაშვილის თქმით, წიგნში ასახულია კლუბის ყველა ეტაპი, ომამდელი თუ ომის შემდგომი პერიოდები. 1956 წლის და 1967 წლის გამარჯვებები, 1982-85 წლის ოქროს ხანა მერცხალის საკლუბო ისტორიაში და სხვა არაერთი პოზიტიური ფაქტი თუ რეალური ისტორიები. გადავწყვიტეთ, რომ ეს ისტორია არ დაგკვირილიყო და ოზურგეთის მკითხველის წინაშე მიგვეტანა ის მდიდარი ისტორიული მასალა, რაც ამ კლუბის გარშემო არსებობს. ამაში დიდი დახმარება გაგვიწია ბატონმა ალექსანდრე ქურდობაძე, რომელიც არის სპორტული ჟურნალისტი და მრავალი წიგნია გამოცემული როგორც ქართულ ფეხბურთზე, ასევე საერთოდ ზოგადად სპორტზე. ჩვენი დაინტერესება გამოიწვია ამ, რომ ეს მასალები თანდათან იკარგებოდა და დავიწყებას იყო მიცემული და ჩვენი ამოცანა იყო ძირითადად ეს მასალების მოძიება, შეკრება და ერთ წიგნში თამოყრა. 100 წელი ცოტა არაა. ამიტომ ჩვენი მცდელობა იყო ამ წიგნში მოგვეთხოვა ის ფეხბურთელების და იმცნელების 8 წლი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ოზურგეთის ფეხბურთის განვითარებაში. აქ აღსანიშნავია ის პერიოდები, როცა მერცხალს აღმავლობა ჰქონდა. პირველი გამარჯვება მერცხალმა იზეიმა 1956 წელს, როცა საქართველოს კოლმეურნეს თასი მოიპოვა. მთავარი მცნელი იყო დუდუ მასხვლია. შემდეგ მოდის 1967 წელი, როდესაც საქართველოს ჩემპიონები გახდნენ პირველად ისტორიაში. მთავარი მცნელი იყო მიხეილ გორდელაძე. აქვე უნდა აღვნიშნოთ თასის ორგზის მოგება 1959 და 60 წლებში. ამ პერიოდში გუნდს ხელმძღვანელობდა აკაკი ხურციძე. შემდეგ მოდის მერცხალის აღორძინების ხანა, შეიძლება ასე დავარქვათ, ესა 82 წლიდან 85 წლამდე. წიგნი ოპტიმისტური სათაურით მერცხალი ისევ მოიყვანს გაზაფხულს, მართლაც მნიშვნელოვანი შენაძენია ოზურგეთის ისტორიისთვის და აქაური სპორტის მოყვარულებისთვის. დღეისათვის სულ ეს გახლდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.